სკოლაში შემაჯამებლები უნდა გაუქმდეს. აწია ხელი თუ ამოსაზრებას ეთანხმები. თინანო და ანასტასია ბარბარეს წინააღმდეგ. თქვენი მიზანია შეთანხმებას მიაღწიოთ 120 წამში. წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯებით. წამზომი ჩაირთვა. ვერაც დროს ვერ ვიტანდი სკოლაში შემაჯამებლებს. სულ ძალიან ვისტრესებოდი და მე ამ სტრესის ფონზე ყველაფერი მოვიწყდებოდა, რაც ვისწავლე. ძალიან ხშირად მქონია ისეთი შემთხვევაც, რომ ღამეები გამითენებია მეცადინეობაში. მაგრამ მე იმდენად დავისტრესე, რომ მაინც დაბალი ქულა ავიღე. თან ვიცი, რომ აი ძალიან ბევრი ბავშვია ჩემსავით და ამ სტრესის გამო სჯობს, რომ საერთოდ გავაუქმოთ შემაჯამებლები. შემაჯამებლები არც მე არასდროს დროს მიყვარდა, მაგრამ რაღაცას იმიტომ ვერ გავაუქმებთ, რომ უბრალოდ სტრესულია. პირიქით, ბავშვმა უნდა ისწავლოს სტრესულ გარემოსთან გამკლავება და თუ ამ უნარს სკოლაში შეიძენს, მაგაზე უკეთესი რა არის? კი, რა თქმა უნდა, ბავშვმა უნდა ისწავლოს სტრესთან გამკლავება, მაგრამ დემოტივაციის ხარჯზე. აი წარმოიდგინე, ბავშვი თავს აკლავს წიგნებს, იმდენს სწავლობს და საბოლოოდ მაინც დაბალ ქულას იღებს. ეს ხო ავტომატურად გამოიწვევს მოტივაციის ნაკლებობას. კი, მაგრამ მასწავლებელმა ხომ როგორმე უნდა შეაფასოს ბავშვის ცოდნის დონე. ამას გაკვეთილზე ვერ გამოკითხავს, რადგან ძალიან ბევრი ბავშვია და გაკვეთილის ახსნასაც სჭირდება დრო. ამიტომ შემაჯამებლები ყველაზე ეფექტური გზაა. აი მაგაში არ გეთანხმები, რეალურად რო დაუკვირდა შემაჯამებლები რა არის. ერთ დღეში ვიზაპირებთ მასალას, მეორე დღეს ვწერთ და მესამე დღეს საერთოდ ყველაფერი გვავიწყდება. რეალურად ჩემი აზრით შემაჯამებლები ცოდნის დონეს კი არა, უფრო ბავშვის დაზეპირების უნარს განსაზღვრავს. ხო, მაგრამ მაშინ შენთვის ალტერნატივა რა არის? ანუ მასწავლებელმა როგორ უნდა გაიგოს ბავშვის ცოდნის დონე? ჩემი აზრით შეგვიძლია შემაჯამებლები საერთოდ კი არ გავაუქმოთ, არამედ ფორმა შევცვალოთ. გავხადოთ უფრო შემოქმედებითი და ნაკლებად სტრესული. აი, ეგ ნამდვილად შეიძლება. მაგალითად, ტესტის ფორმა რო არ ქონდეს და ქონდეს პრეზენტაციის, დისკუსიის, არამე პრაქტიკული დავალების ფორმა. ხო, მაგრამ მაგ შემთხვევაში ის ბავშვები იჩაგრებიან, რომელთა ძლიერი მხარეც კრეატივი არაა. არა, ხო, მართალი ხარ. ყველა ბავშვს არ ეხერხება ხატვა ან პრეზენტაციის აწყობა. ზოგი ბავშვის ძლიერი მხარეა ფაქტების დამახსოვრება. ამიტომ შემაჯამებლები შემოქმედებითი რომ გავხადოთ, ახლა ის ბავშვები დაიჩაგრებიან. აი, მაშინ იქნებ გამოსავალი უბრალოდ არჩევნის თავისუფლებაშია. მაგალითად, მასწავლებელმა რო შემოგთავაზოს სამი ვარიანტი: ტესტი, ზეპირი დისკუსია ან პროექტი. ასე მოსწავლე თავად აირჩევს, რომელი ფორმით უფრო კომფორტულად წარმოაჩენს თავის ცოდნას. ეგ ვერსია მეც მომწონს. თან შემაჯამებელი სტრესული აღარ იქნება. პირიქით, ბავშვისთვის საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება გახდება და მასწავლებელიც დაინახავს ბავშვს რა უნარი აქვს განვითარებული. და რა განსავითარებელი. ხო. დრო ამოიწურა. წარადგინეთ შეთანხმება. შემაჯამებლები არ უნდა გაუქმდეს, რადგან ცოდნის კონტროლი საჭიროა, მაგრამ უნდა გახდეს უფრო მრავალფეროვანი და მოსწავლეზე ორიენტირებული. შეთანხმება მიღწეულია.